ნინო კალანდარასთან ერთად განვაგრძობთ საუბარს. ნინო, მოგესალმებით. ძალიან რთულ პროცესს ვადევნებთ ახლა ჩვენ თვალყურს. მიზანმიმართულად ივანიშვილის რეჟიმი აუქმებს ფაქტობრივად, უუქმებს საქართველოს ევროპასთან უვიზო მიმოსვლას. რადიო თავისუფლება მოიპოვა ეს დოკუმენტი, თქვენც გაეცანით, რა წერია შიგნით, დაუსაბუთებელს უწოდებენ კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით რადიო თავისუფლებასთან ამას ევროკომისიაში ჰქონდათ სხვა მოლოდინი? საღამომშვიდობის სოფო არა, რასაკვირველია არავის არ ჰქონდა სხვა მოლოდინი, უფრო მეტიც თავად ფაქტი რომ ბოლო დღემდე არაფერი გაკეთებულა ფორმალურადაც კი, თორემ ფაქტობრივად რაც ხდებოდა განსაკუთრებით ბოლო კვირებში კარგად გამოჩნდა დაჩქარებული სასამართლო პროცესები, რომელიც აბსოლუტურად მათ ხელშია, როდის ჩაინიშნება, რა ფორმით ჩაინიშნება, რამდენად სკანდალური იქნება გადაწყვეტილებები და რამდენად გამოხმაურება მოყვება საზოგადოების და შემდეგ საზოგადოებაზე ხელისუფლების რეაქციის. ეს ყველაფერი იყო ძალიან გამიზნულად დროში და თანხმედრაში, სწორედ იმის საჩვენებლად, რომ ჩვენ არანაირ კრიტერიუმების შესრულებას არ ვაპირებთ, ჩვენთან არანაირი კანონის უზენაესობა არ იქნება, ჩვენი მართლმსაჯულება იქნება ჩვენი პოლიტიზირებული და პოლიტიკის გატარების ინსტრუმენტი, რომელსაც ჩვენ გამოვიყენებთ დიქტატურის დასამყარებლად საქართველოში და არანაირი დემოკრატია აქ არ იქნება. ეს იყო განაცხადი, რომელიც მათ ხელთ იყო, იმიტომ რომ მათ შეეძლოთ, რომ ვთქვათ, რაღაც ერთი კვირით ადრე ეპასუხათ ამ დოკუმენტისთვის და მერე თავი შეეკავებინათ და ეს პროცესები ჩაენიშნათ ცოტა მოგვიანებით, ან ჩაენიშნათ სხვანაირად, ხო, რა შეჭირდებათ ახლა მათ ამდენი პოლიტპატიმარი საპატიმროში ისედაც გახსნილი აქვთ ხელი და ყველაფერს აკეთებენ. ისინი ხო იმთავითვე იმისთვის ყავთ, რომ ეს არის გზავნილი, რომ ჩვენ არა ვარ დემოკრატები და არც ვაპირებთ, რომ გავხდეთ ან რამე პირობას დავემორჩილოთ, თორე ახლა განამართლა რამე დიდი ღირებულებაა ახლა რეჟიმისთვის, რომ ამდენი პოლიტპატიმარი ყავდეს. ისედაც ყავს რამდენიმე პოლიტიკოსი და იმათზე გადაივლიდა, ვთქვათ, ეს საკითხი სულ არ იქნებოდა ახლა ამ ხელა კიდე ახალი დაჭერების. მაგრამ ამატებს და ამატებს, არასამთავრობო სექტორს აყადაღებს, იბარებს. კი ბატონო, ესეც შეეძლო რომ დროში გაეწელა, გადაემეტებინა. ანუ ის ამბობს, რომ მე ჩემი გზა არჩეული მაქვს, აქ იქნება დიქტატურა, აქ იქნება რუსული ტიპის მმართველობა. მივიღეთ ასეთი როგორიც ვარ, იმიტომ რომ თქვენ ხომ საქართველოს გჭირდებათ და თქვენ ხომ რეგიონის მიმართ ინტერესი გაგაჩნიათ და აქ მე ვარ, რომელსაც უნდა მელაპარავოთ. მე აქ ჩემი ინტერესები მაქვს, მაგრამ მზად ვარ რომ თქვენს გესაუბროთ. აი ამას ეუბნება. ასევე ეუბნება იმას, რომ არანაირ ევროკავშირში გაწევრიანებას ის არ აპირებს, არა იმიტომ, რომ მას რამე წარმოდგენა აქვს ამის თაობაზე, არამედ იმიტომ, რომ პუტინმა მას უთხრა, რომ საქართველო არ უნდა გაწევრიანდეს ევროკავშირში. ეს არის დავალება, ამიტომ აკეთებს ყველა ამ სიგიჟეს, რომელსაც აკეთებს, რომელიც ფაქტობრივად არც ელექტორალურად, არც შიდა მოხმარებისთვის არანაირად არ სჭირდება, ხო მართალია? ის აი ამ გზავნილით მოქმედებს, ის ამბობს, რომ პუტინის კაცი მე ვარ საქართველოში, საქართველოსთან ლაპარაკი თუ გინდათ მესაუბრეთ მე და მე აქ იმას გავაკეთებ, რასაც მეუბნებიან, რომ უნდა გავაკეთო. მას უთხრეს, რომ საქართველოს ნატოს არ უნდა გაეკაროს და საქართველოს ევროკავშირში არ უნდა შევიდეს, ასოცირების პროცესი უნდა შეწყდეს და დაველოდოთ პროცესებს, როცა რუსეთ-უკრაინის ომი დასრულდება, რომ საქართველოს ბედი შემდგომ გადავწყვიტოთ. აი ამას ეუბნებიან. კი ბატონო, ნახოთ რას გვეუბნება ირაკლი კობახიძე, ანუ რა პროპაგანდის ხარისხია საერთოდ, როცა ჟურნალისტები მუვიზო მიმოსვლაზე უსვამენ კითხვას, ქალი და კაცის დილემა, კვლავ, ესე იგი, ვართ მცველები, ვინმე არ ცდუნდეს რომელიმე ქართველი მამაკაცი და არ გადაიკეთოს სქესი, აი რაღაცა წარმოუდგენელ დილემას გვთავაზობს, უკვე მოპოვებული სიკეთეს რომ დაგვაკარგინებს ახლა უვიზო მიმოსვლას, ესე იგი, რისგან გვიცავს თურმე, თითქოს ქართველი კაცი თავად რამის საფრთხისგან თავს ვერ დაიცავს, კობახიძემ თუ არ დაიცვა ეს ჯერ შეურაცხმყოფელი ლოგიკაა და მე საერთოდ აი ამ რუსულ პრიმიტიულ პროპაგანდამდეა დასული რეჟიმი, ჩვენ შეგვიძლია თავად გააკეთებს მაყურებელი დასკვნებს, როცა მოусმენს ირაკლი კობახიძის დღევანდელ განმარტებას. დავსხდეთ და ვილაპარაკოთ. რა უდგას წინ ჩვეულებრივად დაждდომას და ლაპარაკს? არაფერი, ხო? ბუნებრივი არაფერი. რომ ვერ გვიჯდებიან მაგიდასთან, ეს არის ზუსტად იმის დასტური, რომ მათ არ აქვს არაფერი. კი არა ეშინიათ. მათ გამოგიგზავნეს ცხადი რეკომენდაციები ბატონო ირაკლი. აქვს სამარცხვინო შანტაჟის ცდელობა. და სამარცხვინო შანტაჟის ცდელობისთვის არ არის მათთვის მისაღები მაგიდასთან. თქვენ ცხადი რეკომენდაციები მიიღეთ, რომ უნდა შეგესრულებინათ საბუთებელი იყოს თქვენი პასუხები, რომელიც საქართველოს
საქართველოში მეგბირდებით, ვერავინ ვერ მივა სამოქალაქო რეესში და ვერავინ ვერ გადაკეთდება თუ არის ქალი კაცთან. ეს თქვენი კანონის გარეშეც ასე იყო ბატონო ირაკლი და ხო თქვენი კანონის გამო უვიზო მიმოსვლა არის საფრთხის ქვეშ. ეს მოთხოვნა მათ აქვს მთელი ევროპის მასშტაბით. მთელი ევროპის მასშტაბით აქვს ეს მოთხოვნა და მართლა 27-დან 16 ქვეყანაში არ არის ერთნაირსქესიანთა ქორწინება დაშვებული. 13 წელი აგებთ და გავიგეროთ რა იგულიან თქვენი მდგომარეობა, მაგრამ ნუ ხიზიანდებით, ნუ ხართ ისტერიკაში. კანონის გარეშეც ასე იყო ბატონო ირაკლი. ამ კანონის გარეშეც არ დაიშვებოდა საქართველოში კაცის კაცზე გათხოვება მაგალითად. ეს კანონი არაფერს ცვლის. მაშინ რატო ითხოვენ მის გაუქმებას? ადამიანის პრობლემის დარღვევის ეს კანონი არაფერს ცვლის. ეს კანონი არაფერს ცვლის. რატო ითხოვენ მის გაუქმებას? თუ უსარგებლო კანონია. ერთნაირსქესიანთა ქორწინება 27-დან 16 ქვეყანაში ევროკავშირში არ არის დაშვებული და მაინც თქვენგან ითხოვენ ამის გაკეთებას. არის არაერთი ქვეყანა, რომელიც დღემდე იბრძვის და ამ ბრძოლისთვის ისინი ფასსაც იხდიან. ასეთია დღეს Deep State-ის სახე და მის მიერ მართული ევროპული ბიუროკრატიის სახე. ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვაზე. ამის ნაწილი არის თუ არა უვიზო მიმოსვლა ევროპასთან? ამის ნაწილი არის. ამაზე ღიად რა უნდა თქვას, ამის ნაწილი არ არის ევროპასთან უვიზო მიმოსვლა და აი სად ერთი თემა, სად მეორე თემა, საერთოდ აბდაუბდა ერთი თემა, არ გავშირდება მეორესთან, ძალიან ცხადია აქ, რომ განწირული რეჟიმი რუსული კალკით ცდილობს ახლა რომ ვიღაც მოატყუოს, რომ რაღაცა არის, რის გამოც ჩვენ ახლა რაღაცას ვკარგავთ. არ არის თანხმედრაში მოცემულობები, სწორედ იმიტომ, რომ ეს არ არის გზავნილები, რომელსაც კობახიძე წერს, ან რომელიც საქართველოში იწერება. უფრო მეტიც თქვენ თუ და თქვენ კი გექნებოდა შესაძლებლობა, მაგრამ მოსახლეობასაც ვურჩენ რომ გაეცნოს მაგალითად ჩინეთში როგორ საბუთდება ავტორიტარიზმის მნიშვნელობა და საჭიროება ნახავთ რომ აბსოლუტურად იდენტური ანტიდასავლური გზავნილები გამოიყენება. ანუ ეს რამე რუსეთ სპეციფიური კი არ არის, ეს არის ფართოდ მიჩნეული თუ აღიარებული და გამომუშავებული გზავნილები, რომლითაც სხვადასხვა კულტურებს აშინებენ, არა მხოლოდ ქართველებს, უბრალოდ საქართველოშიც ნაწილობრივ მუშაობს, მაგრამ არა მხოლოდ ქართველებს, სადაც ავტორიტარიზმი ასე ცდილობს თავი შეინარჩუნოს, იმიტომ რომ დიქტატურისა და ავტორიტარიზმის მახასიათებელია, რომ ისინი მოქალაქეებს ვერ თავაზობენ ღირსეულ ცხოვრებას, ამიტომ ეს რამით უნდა გაამართლონ და ამართლებენ იმით, რომ თითქოს ამის უკან რაღაც ბოროტებას იცავენ და უფრო მეტ სიკეთეს იცავენ შესაბამისად. კობახიძეს დღევანდელი საუბარი რაღაც რეტროსპექტულადაც ხომ უნდა განვიხილოთ, ამ მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენ მქონდა უვიზო მიმოსვლა. და მაშინ მთელი ამ წლების განმავლობაში რატომ არ იდგა დღის წესრიგში ის, რასაც ახლა ამბობენ? რატომ არ იდგა საშიშროება ერთსქესიანთა ქორწილების, რატომ არ იდგა საშიშროება გადაკეთების, გადმოკეთების? რატომ მას პაპუაშვილს, როცა ერთად სწავლობდნენ, არავინ აიძულა, რომ იქ რეესტრში დარეგისტრირებულიყვნენ როგორც მამაკაცები ან პირიქით გადაკეთებულიყვნენ ქალებად? ეს არის თითიდან გამოწოვილიც არ არის, ეს არის ხელოვნურად შექმნილი თემა საზოგადოებრივი პოლარიზებისთვის და იმისთვის, რომ მათ ეს უტიფარი დიქტატურა გაამართლონ და საზოგადოებას მიყიდონ როგორც უფრო დიდი სიკეთე, რომელსაც ისინი იცავენ, იმის სანაცვლოდ, რომ ისინი ადამიანებს თავისუფლებას ართმევენ, ისინი უზღუდავენ თავისუფლებას, კეთილდღეობას და რაც თავარია უკეთეს მომავალს, იმიტომ რომ ეს სიკეთე, რომელიც ჩვენ გვქონდა, ის შეიძლება შეუქცევადად ჩამოერთვას სწორედ საქართველოს ყველაზე დაუცველ ფენებს. ჯერთი როგორი შეურაცხყოფელია, რას თავაზობს საქართველოს მოქალაქეს 13 წლის თავზე ივანიშვილი, ვერაფერს, აი ვერც უკეთეს ეკონომიკურ მდგომარეობას, ვერც უკეთეს განათლებას, ვერც დასავლეთთან კარგ მომავალს. ეუბნება, რომ მე ვიქნები მის მცველი, რომ შენ ქართველი კაცი არ გაგათხოვონ. ეს არის ერთადერთი, რაზეც დავიდა უფასო ფულიდან მოყოლებული 5 მილიონი თითო სოფელს, იყო ასეთი დაპირებები, მე-4 წელი იქნება ძალიან კარგი, ეს ყველაფერი სადღაც აორთქლდა. მე კიდევ ერთი შანსი მომეცით და ეხლა ყველაფერი ისე. და 13 წლის თავზე გითხრა, რომ მე ვიქნები ერთადერთი იმის გარანტორი, რომ ქართულ კაცს არ გაათხოვებენ. აი ეს მუშაობს, მე არ ვიცი ვიზზე მუშაობს ეს. მაგრამ მაინც ვკითხულობ.
დღეს სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცების იმ მასშტაბში ვართ, როდესაც სამწუხაროდ საერთოდ მნიშვნელობა აღარ აქვს, რა მუშაობს, რა არ მუშაობს, იმიტომ რომ უზურპირებულია ძალაუფლება, ამიტომ მოქალაქეს აღარ კითხავენ მის აზრს და მის განწყობას. აქ საუბარია იმაზე, რომ არჩევნები ისეთივე ფორმალობა იქნება, როგორც ეს არის ლუკაშენკოსთან, როგორც ეს არის პუტინის რუსეთში, სადაც არჩევნები უბრალოდ ფორმალურად ტარდება იმისთვის, რომ გაფორმდეს ისევ პუტინის ძალაუფლება. ასეთი მართლობის ფორმა და საარჩევნო სისტემა შემოგთავაზა ამასობაში ივანიშვილმა, ამიტომ მოსახლეობასთან ისინი რაიმე ფორმის კამპანიას ჩაატარებენ თუ არა, არსებით მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რამდენადაც უკმაყოფილო არ უნდა იყოს მოსახლეობა, მისი განწყობა საარჩევნო ურნასთან მაინც ვერ აისახება, იმიტომ რომ ის ციფრი დაიწერება, რაცებსაც ივანიშვილი გადაწყვეტს, რომ უნდა დაიწეროს. მაგრამ იმისთვის, რომ აი ეს ზოგადი ავტორიტარული სურათი შექმნან და შეინარჩუნონ და რაღაც მინიმალურ კატეგორიაზე, რომელსაც ვთქვათ, ალტერნატიული ინფორმაციის წყარო არ გააჩნია, რომელიც მხოლოდ იმედს უყურებს, სადაც 100%-იანი ტვინის რეცხვა და პროპაგანდა მიმდინარეობს, ხო? რაღაც ნაწილს ალბათ აჯერებენ, იმ ნაწილთან ალტერნატიული ინფორმაცია ვერ მიდის, იმ ნაწილთან საზოგადოების ის ნაწილი ვერ მიდის, რომელიც მათ არაფორმალურ განათლებაზე იყო პასუხისმგებელი და ეხა ყველა სახსრები ჩაუკეტეს და წყაროები შეუზღუდეს და გადაადგილების შესაძლებლობა შეუზღუდეს. ამიტომ მთელ კონტექსტში ყველაფერი ეს ემსახურება ძალაუფლების კონსოლიდაციას და საბოლოო ჯამში ავტორიტარული მმართველობის საბოლოო კონსოლიდაციას. აი ეს არის ახლა ჩვენი კითხვა, ჯერ კიდევ მილევად რეჟიმში, მაგრამ ყოფი სამოქალაქო საზოგადოებით აყადაღებული ანგარიშებით, მედია ძალიან კრიტიკულ ვითარებაში, ხომ? ჩვენ ხედავთ მარწუხების მოჭერის ეტაპია, ეხა საბოლოო გაბრძოლების ივანიშვილის მხრიდან, თუ ეს მას გაუვა, ამ ქვეყანაში დიდი ხნით იქნება სიბნელე, თუ არ გაუვა, რეჟიმი შეიცვლება. აქ არის ზუსტად ეს დილემა, თუ არ შეიცვლება, იქნება ის, რაც არის რუსეთსა და ლუკაშენკოს ბელარუსში, თუ შეიცვლება, იქნება ისეთი რეალობა, როგორც არის ევროკავშირის განვითარებულ ქვეყნებში. ძალიან მარტივი დასანახია, მაგრამ სხვაობა, მაგრამ მიღწევის გზები და შანსები ეს კითხვა ალბათ ახლა მთავარი. მე სახელმწიფოს მიტაცებად ყველად არ ვახსენე, მიღწევის გზები ძალიან რთულია და ამ ეტაპზე საკმაოდ ჩიხურად გამოიყურება, მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო საზოგადოების რაღაც ნაწილი ჯერ კიდევ ცოცხალია და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მცირე მაგალ პლატფორმები არსებობს, სადაც რიგით თავისუფალ მოქალაქეს ჯერ კიდევ შეუძლია თავისი პროტესტი დაანახოს საზოგადოებას სხვადასხვა რაღაც უმცირესობაში მყოფი ეთერების მეშვეობით და ჯერ კიდევ რაღაც ტიპის პროტესტი შესაძლებელია ქუჩებში. ახლა რუსეთსა და ბელორუსში ასეთი პროტესტი უკვე აღარ არის შესაძლებელი და იქ არც ერთი საინფორმაციო არ მოუწყებლობს კონტროლს მიღმა და დამოუკიდებლად. სახელმწიფო მიტაცება იმიტომ ვახსენე, რომ ძალიან რთულია იმ პირობებში, როდესაც ძალთა ბალანსი ასეთი დარღვეულია, ანუ ერთ მხარეს არის ყველაფერი, ძალაუფლების ყველა წყარო, სახელმწიფო, ადმინისტრაციული, ფინანსური, კრიმინალური, რუსეთის მხარდაჭერა, სპეცსამსახურები, იარაღი, ყველაფერი არის იქით მხარეს და მეორე მხარეს არის უბრალოდ დემოკრატიული ძალა, შიშველი დემოკრატიული ხელებით. მართალი სიტყვით, მაგრამ ბრძოლის არასათანადო და არაადეკვატური შესაძლებლობებით, რომელიც მას შეუძლია დაუპირისპიროს. აქედან გამოსავალი ამ ეტაპისთვის, რამდენადაც, რა ვიცი, პესიმისტურად არ უნდა ჟღერდეს ეს, არის ის, რომ ეს მოძრაობა რაღაცნაირად უნდა გადარჩეს. ამ დროს უნდა რაღაცნაირად გადაურჩეს, ვიდრე გეოპოლიტიკური სურათი ისე შეიცვლება და ვიდრე რუსეთის დასუსტება იქნება შესაძლებელი იმ ეტაპამდე, რომ ივანიშვილმა აქ დამოუკიდებლად ხელების ფათური ვეღარ შეძლოს და საქართველოს შეძლოს აი ამ დიდი ბოროტი გავლენისგან ნელად თავი დააღწიოს. ამისთვის რასაკვირველია სამოქალაქო საზოგადოება, მედია თუ საერთოდ სამოქალაქო საზოგადოებაში გულისხმობ არა ორგანიზაციებს, არამედ ცალკეულ ადამიანებს, რომლებიც ამ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის იბრძვიან და საკუთარი თავისუფლებისთვის, ისინი რაღაცნაირად უნდა გადარჩნენ იმისთვის, რომ როდესაც შესაძლებლობების ფანჯარა გაიხსნება, მათ კონდეთ შესაძლებლობა, რომ ისევ დაბრუნდნენ. ესე იგი, თქვენ ახსენეთ, რომ აი მედიებს დახურავენ, სამოქალაქო საზოგადოებას დააყადაღებენ. ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რგოლი და ეტაპი, რომელიც გამოწვევის სახით ძალაუფლების კონსოლიდაციის პროცესში ელის ქართულ საზოგადოებას, ეს არის საუნივერსიტეტო და სასკოლო რეფორმები, სადაც ისინი რომელსაც წულუკიანმა დაარტყა უკვე თავის გამოსვლაში. და დაანონსდა კიდეც, რომ საუნივერსიტეტო რეფორმა იგეგმება, რომელიც გულისხმობს ორ ეტაპს. პირველი
რომ ჩამოშორდეს ის ახალგაზრდების ის თაობა, რომელიც მათ ვერ შეძლეს რომ ეკონტროლებიათ და აი ამ პროტესტს ხორცს ასხამდნენ და მეორე რომ სამომავლოდ შეიქმნას ახალი თაობა, რომელიც იქნება აი როგორც პუტინს ყველაფერზე კვერს უკრავენ და ყველაფერზე დროშებით და აი საკუთარი თავის და ღირსების ფასად პუტინის დაცვისთვის მზად არიან, აი ესეთი ტვინ გამორეცხილი საზოგადოება შეიქმნას, რომელიც აქ აი ამ ავტორიტარიზმს ფასად შესთავაზებს. ეს არის მათი გეგმა, უბრალოდ ეს არის რუსული გეგმა, გადაიწეროს აქ ისტორია და აი ესეთი ტვინარეცხი ხალხით იმართებოდეს შემდეგ აქ რომ ჯეროდეს წულუკიანის კომისიის არალეგიტიმური კომისიის დასკვნის რომ შევარდნაძე არ გადამდგარა და ის არის ლეგიტიმური რომ აჭარაში ესე იგი ნაციონალებმა დიქტატურა დაამყარეს რომ ის წრაწელი იყო ყველაზე უარესი როცა ევროპაში მიდიოდა და რომ ომი საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ დაიწყო და ასე შემდგომ ხო ეს არის გეგმა ეს არის გეგმა ვნახოთ ვისი აჯობებს თქვენ ახსენეთ გეოპოლიტიკური ვითარება ნინო და აი სულ ბოლოს მე დავასრულო უნდა გამოშვება წავიკითხა უბრალოდ ემანუელ მაკრონის განცხადებას 26-მა ქვეყანამ დადო პირობა რომ უკრაინაში დამატებითი ძალები გაგზავნოს ხმელეთზე ჰაერსა თუ ზღვაში შეერთებული შტატების უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფაში მონაწილეობას მიიღებს ამბობს მაკრონი მსურველთა კოალიციის შეხვედრა დასრულდა პარიზში და ამის შემდგომ გაკეთდა ეს განცხადებები აქვე საუბარია რომ უახლოეს დღეებში უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეერთებული შტატების და საბოლოო დეტალებზე მუშაობა შეერთებულ შტატებთან დასრულდება და შეერთებულმა შტატებმა ნათლად განაცხადა რომ უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფაში მონაწილეობას მიიღებსო აქვე მაკრონი უანონსებს რუსეთს თუ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე იტყვის უარს ევროპა დამატებით სანქციებს შეერთებულ შტატებთან ერთად მიიღებს ასე რომ საერთაშორისო ასპარეზზეც ბევრი არაფერი არ ლაგდებდა ივანიშვილის სასიკეთოდ ჯერჯერობით ამიტომაც გამოაცხადა დღეს ივანიშვილის კარის მწერალმა შათერიშვილმა ტრამპი უკვე deep state-ად. ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. მე აქ დაგემშვიდობები თქვენ აუცილებლად უნდა დარჩეთ ფორმულაზე, იმიტომ რომ წინ ახალი ფორმულა გელით ვახოს ანაიასთან ერთად. მადლობა.